მოგესალმებით. ვიდეო გაკვეთილი ეხება პრეზენტაციის ფაილის შექმნას PowerPoint პროგრამის გამოყენებით. საპრეზენტაციო ფაილის შექმნის ყველაზე მარტივი ვარიანტი შემდეგია. დესკტოპის ნებისმიერ ცარიელ ადგილას დავაჭიროთ მაუსის მარჯვენა ღილაკს, მიღებული ჩამონათვალიდან ავირჩიოთ New, გადავიდეთ ახალ ჩამონათვალზე და დავაჭიროთ პროგრამას Microsoft PowerPoint Presentation. მიღებულ ველში ავკრიფოთ პრეზენტაციის ფაილის დასახელება და დავასრულოთ Enter-ით. ჩვენი საპრეზენტაციო ფაილი შექმნილია. პრეზენტაციაზე მუშაობის დასაწყებად შექმნილ ფაილს ვაკლიკებთ მაუსის მარცხენა ღილაკს ორჯერ სწრაფად. ნაცრისფერ ფონზე არსებული წარწერა მიგითითებთ, რომ უნდა დააჭიროთ ნებისმიერ ადგილას პირველი სლაიდის დასამატებლად. ამის შემდეგ უკვე შეგვიძლია დავიწყოთ პირველ სლაიდზე მუშაობა. ამ სლაიდზე განთავსებულია ორი ტექსტური ჩარჩო. შეგვიძლია შევცვალოთ ტექსტური ჩარჩოების განლაგება. Home ჩანართში ვაკლიკებთ ღილაკს Layout და ჩამონათვალიდან ვირჩევთ ნებისმიერ დიზაინს. ამ შემთხვევაში ავირჩიოთ პირველი დიზაინი. სასურველი დიზაინის არჩევის შემდეგ უნდა შევქმნათ პრეზენტაციის სატიტულო გვერდი. პირველ რიგში კლავიატურა გადავიყვანოთ ქართულ ენაზე. საინფორმაციო პანელზე ქვედა მარჯვენა კუთხეში მოვნიშნოთ K. პირველ ჩარჩოში უნდა ავკრიფოთ პრეზენტაციის სათაური. პრეზენტაციის სათაური მიუთითებს იმ თემას, რაზეც საუბარი იქნება დანარჩენ სლაიდებში. ქვედა ტექსტურ ჩარჩოში იწერება დანარჩენი ინფორმაცია. დაწესებულება სასწავლებელი, რასაც წარმოვადგენთ. ახალ ხაზზე გადასასვლელად დავაკლიკოთ Enter-ს. პრეზენტაციის ავტორი, ადამიანი, ვინც შექმნა და წარადგენს პრეზენტაციას, ანუ პრეზენტატორი. და პრეზენტაციის შექმნის თარიღი. თუ დაგვჭირდა სხვა ჩარჩოს დამატება, შევდივართ Insert ჩანართში. ვაკლიკებთ ღილაკს Shape. ჩამონათვალიდან ვირჩევთ პირველ სიმბოლოს Text Box. და ვაკლიკებთ იმ ადგილას, სადაც გვინდა ტექსტის ჩაწერა. პრეზენტაციის შექმნის თარიღი შეგვიძლია ჩავწეროთ ახალ დამატებულ ჩარჩოში. თქვენ ამის გარდა შეგიძლიათ პრეზენტაციის პირველ გვერდზე განათავსოთ სხვა ფორმალური ინფორმაცია, მაგრამ გირჩევთ, რომ პრეზენტაციის პირველ გვერდს ინფორმაციით ნუ გადატვირთავთ. პირველი სლაიდის ტექსტი რა კი მზად გვაქვს, შეგვიძლია ავირჩიოთ სლაიდების დიზაინი. მენიუს ზოლში უნდა გადავიდეთ დიზაინ ჩანართში. ინსტრუმენტების დაფაზე გამოჩნდება დიზაინის თემების მინიატურული გამოსახულებები. მაუსის კურსორის ამა თუ იმ თემის მინიატურულ გამოსახულებაზე გადატარებით, შესაძლებელია წინასწარ დავათვალიეროთ, თუ რა ცვლილებას გამოიწვევს სლაიდზე კონკრეტული თემის შერჩევა. ფერთა გამის შეხამებისა და გადანაწილების გარეშე თქვენი პრეზენტაცია და ფოტოები ხიბლს დაკარგავს. ამიტომაც შეეცადეთ პრეზენტაცია გადაწყვეტილი იყოს პასტელურ, ღია ფერებში. მაგალითად ავირჩიოთ ეს დიზაინი. სადაც ძირითადი ფერი თეთრია, რაც ყველა ობიექტს, ტექსტს თუ სურათს მოუხდება, რის ჩასმასაც მოისურვებთ. ასევე შესაძლებელია შერჩეული დიზაინის ფერების გამის შეცვლა. ჩანართში Variants. დავაკლიკოთ პატარა სამკუთხედს და ჩამონათვალიდან ავირჩიოთ Colors. ფერთა პალიტრაზე მაუსის გადატარებით შეგვიძლია ვნახოთ ნებისმიერი შესაძლო ვარიანტი. ან ფერი ავარჩიოთ ჩვენი გემოვნებით და დავაკლიკოთ ღილაკს Customize Colors.
ნარინჯისფერი შევცვალოთ ლურჯი ფერით. ან სხვა ნებისმიერი ფერით. და ბოლოს ვაკლიკებთ Relax Save, რათა შევინახოთ განხორციელებული ცვლილება. პრეზენტაციის დიზაინი მზად გვაქვს. ახლა გავაკეთოთ ტექსტის სასურველი ფორმატირება. ამისთვის შევქმნათ ახალი სლაიდი. ახალი სლაიდის შესაქმნელად ვიქცევით შემდეგნაირად. ვდგებით პირველ სლაიდზე და ვაწვევით Enter-ს. ავკრიფოთ ნებისმიერი ტექსტი, რათა ვიმუშაოთ ტექსტის ფორმატირებაზე. სლაიდზე განთავსებული ტექსტის ნაწილი შეგვიძლია გავამუქოთ, დავხაროთ, დავხაზოთ, გავუკეთოთ ჩრდილი, გადავხაზოთ, გავზარდოთ ან შევამციროთ ზომა, ან სხვადასხვა ფერად შევღებოთ. იმისთვის, რომ ტექსტის ნაწილი გავამუქოთ, მოვნიშნოთ სიტყვა და დავაჭიროთ Relax B. ტექსტი გამოგდა. იმისთვის, რომ ტექსტი დავხაროთ, მოვნიშნოთ სიტყვა და დავაჭიროთ Relax I. იმისთვის, რომ სიტყვა გავხაზოთ, მოვნიშნოთ ტექსტის ნაწილი და დავაჭიროთ Relax U. იმისთვის, რომ ჩრდილი გავუკეთოთ, მოვნიშნოთ სიტყვა და დავაჭიროთ Relax S. იმისთვის, რომ სიტყვა გადავხაზოთ, მოვნიშნოთ სიტყვა და დავაჭიროთ ABC. ტექსტის ზომაში გასაზრდელად დავაჭიროთ შესაბამის Relax. ან შევამციროთ აღნიშნული ტექსტი. ტექსტის გაზრდა და შემცირება ასევე შეგვიძლია მექანიკურად რიცხვის ჩაწერით. ტექსტის ლურჯად შესაღებად მოვნიშნოთ სიტყვა. წითელი ას მარჯვენა მხარეს დავაჭიროთ პატარა სამკუთხედს. და ფერების პალეტრიდან ავირჩიოთ ლურჯი ან ნებისმიერი სხვა ფერი. თუ გვინდა, რომ ტექსტს მოვაშოროთ ცვლილებები, რომელიც მანამდე განვახორციელეთ, ვაკლიკებთ საშლელიან A-ს. სლაიდზე აკრეფილი ტექსტი შეგვიძლია გავასწოროთ მარცხნივ, მარჯვნივ ან შუა ნაწილში. ან შეგვიძლია ტექსტს საზღვრები გავუსწოროთ მარცხენა და მარჯვენა მხარეს. თუ ჩამონათვალისთვის დაგვჭირდა ნუმერაცია, უნდა მოვნიშნოთ ტექსტი და დავაჭიროთ ნუმერაციის ნიშანს. ან შეგვიძლია წავუშალოთ ნუმერაცია იგივე მოქმედებით. ასევე შეგვიძლია მოვნიშნოთ ტექსტი და დავაჭიროთ ბულეტების ნიშანს. რათა გავუკეთოთ ტექსტს ბულეტ პოინტები.
ასევე შეგვიძლია წავუშალოთ bullet point-ები იგივე მოქმედებით. სლაიდებზე მუშაობისას ხშირად გვჭირდება ფიგურების გამოყენება. ჩვენ შემთხვევაში თუ გვინდა რომ დავხაზოთ სამინისტრო სტრუქტურა, ფიგურების გამოყენება ყველაზე მოსახერხებელი საშუალებაა. დავამატოთ ახალი სლაიდი. შემდეგ layout ღილაკის გამოსახულებაზე ავირჩიოთ blank. რათა ცარიელ სლაიდზე შევძლოთ მუშაობა. ფიგურის ჩასასმელად დავაჭიროთ ქვევით მიმართულ სამკუთხედს. დაფაზე გამოჩნდება ფიგურების მრავალფეროვანი არჩევანი. ამ შემთხვევაში დაგვჭირდება მარტივი ფიგურა. ავარჩიოთ მართკუთხედი მომრგვალებული ბოლოებით. მაუსის კურსორი პლუსის ფორმას მიიღებს. პლუსის ცენტრი როგორც სამიზნე მიუთითებს ადგილს, საიდანაც დაიწყება ახალი ფიგურის გამოსახულების ხატვა. მაუსის მარცხენა კლავიში დავაჭიროთ სლაიდზე ცარიელ ადგილას, თითი არავუშვათ მაუსის მარცხენა კლავიშიდან და უნდა შემოვხაზოთ სასურველი ზომის ფიგურა. როცა სასურველ ზომას შემოვხაზავთ, კლავიშს თითს ვუშვებთ. ამ მოქმედების შედეგად სლაიდზე დაემატება ფიგურა. ამავე ფიგურაში შესაძლებელია ტექსტის ჩაწერა. შეგვიძლია იგივე გზით დავამატოთ ახალი ფიგურა, ან დავაკოპიროთ უკვე შექმნილი ფიგურა, რათა ზუსტად იგივე ზომები მივიღოთ. კურსორი მივიტანოთ ფიგურის საზღვართან. მაუსის მარჯვენა ღილაკით დავაკლიკოთ ფიგურას და ჩამონათვალიდან ავირჩიოთ copy. შემდეგ სასურველ ცარიელ ადგილას დავაკლიკოთ მაუსის მარჯვენა ღილაკს და ჩამონათვალიდან ავირჩიოთ paste. ფიგურა გადავაადგილოთ სასურველ ადგილას. წავშალოთ ტექსტი და ჩავწეროთ სასურველი ტექსტი. ახლა გავაკეთოთ ისრის ფიგურა. ჩამონათვალიდან ავირჩიოთ ისარი და შემოვხაზოთ სასურველ ადგილას. გადავაადგილოთ ფიგურა. ამგვარად უნდა გავაგრძელოთ ფიგურების დამატება სტრუქტურის შესაქმნელად. ახლა დაგვჭირდება ისერს მდებარეობა შევუცვალოთ. ფიგურაზე დაკლიკებით გამოჩნდება მონიშნის აღმნიშვნელი ოთხკუთხა მარკერები. ოთხკუთხა მარკერზე დაკლიკებით ვუცვლით ფიგურას მდებარეობას და ზომას. იმისთვის, რომ ფიგურების არჩეული განლაგება არ შეიცვალოს, ეს ფიგურები უნდა დავაჯგუფოთ. კლავიატურაზე მოვძებნოთ კლავიში Ctrl.
დავაჭიროთ ამ ღილაკს და ხელი არ ავუშვათ მანამ, სანამ მაუსის მარჯვენა ღილაკით ყველა ფიგურას არ მოვნიშნავთ. მაუსის მარჯვენა ღილაკით დავაკლიკოთ ღილაკს Group და ფიგურები დაჯგუფდება. დაჯგუფებული ფიგურების გადაადგილებისას ყველა ფიგურა ერთნაირად მოძრაობს. ახლა შეგვიძლია ფიგურებს დიზაინი შევუცვალოთ. დაჯგუფებულ ფიგურაზე დაკლიკებით გამოჩნდება ახალი ჩანართი Format. ჩამოვშალოთ დიზაინის ჩამონათვალი და ავერჩიოთ სასურველი დიზაინი. ასევე შეგვიძლია ფერი ავარჩიოთ ფერთა პალიტრიდან. თუ გვინდა ფერი მხოლოდ ერთ კონკრეტულ ფიგურას შევუცვალოთ, ვაკლიკებთ ამ კონკრეტული ფიგურის საზღვარს და ისევ უცვლით ფერს. ახლა განვიხილოთ სურათის ჩასმა პრეზენტაციაში. გადავიდეთ პირველ სლაიდზე და ჩავსვათ აკადემიის ლოგო. მანამ სანამ სურათს ჩავსვავდეთ, უნდა დავრწმუნდეთ, რომ სასურველი სურათი დესკტოპზე გვაქვს, რათა ადვილად მივაგნოთ. დავიწყოთ სურათის ჩასმა. შევდივართ ჩანართში Insert და ვირჩევთ ღილაკს Pictures. ვირჩევთ Desktops და იმ სურათს, რომლის ჩასმაც გვინდა. ბოლოს ღილაკი Insert-ი. სურათი ჩასმულია. სურათის დამატების შემდეგ მენიუს ზოლში დაგემატებათ ახალი ჩანართი Format. ეს ჩანართი საშუალებას გაძლევთ გარკვეული მოქმედებების შეასრულოთ სურათზე. პირველი მოქმედება, რაც ჩვენ დაგვჭირდება, ეს არის სურათის ზომის შეცვლა. სურათის ზომის შეცვლა შესაძლებელია წვერებზე მოთავსებული ოთხკუთხედების დახმარებით. თუ თქვენ გამოიყენებთ სურათის შუა ნაწილში არსებულ ღილაკებს, დაირღვევა სურათის პროპორციები. ამ მოქმედების შესრულებას არ გირჩევთ. ასევე შეიძლება დაგვჭირდეთ სურათის ადგილის შეცვლა. მაუსის მარცხენა კლავიშით შეგვიძლია დავაჭიროთ სურათზე ნებისმიერ ადგილას, არ ავუშვათ თითი და გადავიტანოთ. სურათზე თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის ჩარჩოს მორგება. შემოთავაზებული არის რამდენიმე ვარიანტი. კურსორის გადატარებით თქვენ ნახავთ თუ როგორი იქნება ამ თუ იმ ეფექტის დამატების შემდეგ თქვენს მიერ არჩეული სურათი. გირჩევთ ნუ გამოიყენებთ შავ ჩარჩოებს. იმ შემთხვევაში თუ გვინდა განხორციელებული ცვლილება გავაუქმოთ, უნდა დავაკლიკოთ უკან წასვლის ღილაკს, რომელიც მოთავსებულია ზედა მარცხენა კუთხეში. ან კლავიატურაზე Ctrl-Z ერთდროულად. თუ გვინდა მომდევნო ცვლილებაზე დავბრუნდეთ, ვაკლიკებთ წინ წასვლის ღილაკს. ან კლავიატურაზე Ctrl-Y. ბოლოს, როდესაც შევქმნით პრეზენტაციას თავისი დიზაინით, აუცილებლად დაგჭირდებათ ნამუშევრის დამახსოვრება. ფაილის შესანახად დავაჭიროთ ღილაკს დისკეტის გამოსახულებით.
ფაილი შენახულია და შემდეგ გავთიშოთ X ღილაკით. ვიდეო გაკვეთილი დასრულებულია. მადლობა ყურადღებისთვის.